დღეს ავასრულებთ სულხოს წმინდისა მოციქულისა მატათასი მათესაგან განსხვავებით მატათა რომელიც იყო არჩეული მოციქულთა კრებაზე იუდას მაგივრად იუდასი რომელმაც უღალატა უფალს გასცა იგი ხოდა იყო მათი თანამოზიარე და ასე ვთქვათ იარაღი ვინც ქრისტე შეიპყროდა და მერე ჯვარს აცლა. Сегодня мы поминаем святого апостола Матфея, в отличие от Матфея. Вот, Матфей это тот, который написал среди прочего Евангелие, а Матфей был из числа тоже следовавших за Господом, учеников его, и он на соборе апостолов был избран 12-м апостолом вместо Иуды, который отпал, который был орудием в руках тех, кто схватил Господа и предал его смерти. Матата იყო იმ მოციქულთაგანი, რომელიც მოვიდა საქართველოში და აქ საქართველოში ქრისტეს მოძღვრების ქადაგების დროს იყო შეპყრობილი და წამებული და საქართველოში ბათუმის მახლობლად არის ეგეთი ძველი რომაული ციხესიმაგრე, ნაწილობრივ დანგრეული, მაგრამ ნაწილობრივ შემორჩენილი, სადაც მოხდა ეს ამბავი და სადაც იყო წამებული და მოკლული მატათა მოციქული და იქაც ისეთი დაახლოებით, ასე ვთქვათ, მიანიშნებენ მის საფლავს და აღმართული არის იქ ეხლა ამას წინათ გამოქვეყნებული იყო აღმართული არის იქ ესეთი ეკუდები салуцави. Матфей был один из тех апостолов, таких было несколько. Апостол Андрей, апостол Симон Канонит, вот, и Матфей в том числе, которые приходили в Грузию, и там он был во время проповеди Евангелия, был схвачен и был казнен. Это, и там находится место его предположительного, примерно такое упокоение, могила его. Это неподалеку от Батуми, на границе с Турцией, крепость римская Гония, вот, от которой остались остатки, причем довольно такие внушительные остатки. И там вот воздвигнута небольшая часовня как раз над предположительным местом его могилы. Es moglina Roma modiodnenak საქართველოში მოდიოდნენ მოციქულები და ორი მოციქული დარჩა იქ, ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც ისინი ეწამნენ მოციქული მატათა და მოციქული სიმონ განანელი. ეს არის იმის ნიშანი, რომ რამდენად, ასე ვთქვათ, უფალმა ესეთი გამოიჩინა ყურადღება ქართველიერის მიმართ. და ეს ერთადერთი არ არის ამ ყურადღების ნიშანი. ძალიან ბევრი არის საქართველოში წმინდანი, ბევრი არის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სიწმინდე და ასე შემდეგ.
то, что являлось несколько апостолов в Грузию, и то, что там находятся могилы двух апостолов Господа, Симона Канонита и вот апостола Матфея, вот это свидетельство того внимания, которое оказывал Господь этому народу грузинскому и этой стране. Ну, надо сказать, что грузины не единственные, которые сподобились особых таких даров от Господа. Вот, и страна, та, в которой мы находимся, тоже, она, как говорится, не оставлена вниманием Господним. Здесь тоже много чего можно, как говорится, найти свидетельство такого расположения такого Господа. Вот, и Господа, и Божьей Матери. Вот, есть множество мест, где были явления Божьей Матери в Литве. Вот, и так что и другие страны тоже могут, так сказать, заявлять о том, что и другие народы, что к ним было проявлено особое такое внимание Господа, что Господь их призвал, народы и страны, призвал вот к этой благодатной жизни и к спасению. Рамарто Сакартвело, Рамента Спакхаканабиц, Арисегре, Упис, Урадбис, Сагани. Ის ქვეყანასა ჩვენ ყოფებით ლიტვა, აქაც ბევრი არის, ასე ვთქვათ, იმის ნიშანი, რომ უფალმა განსაკუთრებული ასეთი ყურადღება გამოვიდა ამ ქვეყნის და ამ ერის მიმართ. მაგალითად, ვიტყვი, რომ მრავალი არის ადგილი ლიტვაში, სადაც იყო გამოჩენა მოვლენა მიხედვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. თანაც ადგილი ზოგი არის უფრო ძველი, ასე ვთქვათ, ადრე მომხდარი ამბავი. ზოგი არის, რომ სულ შეიძლება ახლა ხანს ჯერ, ასე ვთქვათ, რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა ეს. და სხვა ქვეყნებიც, სხვა ერებიც შეიძლება, ერებმაც შეიძლება წარადგინონ, ასე ვთქვათ, მოწყობანი იმისა, რომ უფალი ასეთი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა მათ. ხო და ამ, ასე ვთქვათ, ყურადღებას, ამ უფლისაგან შეულობას, რა თქმა უნდა ჩვენ ვაქცევდეთ ყურადღებას და სათანადო უნდა იყოს ჩვენი საქციელი. თუ ჩვენ ვართ უფლისაგან გამორჩეული და უფლისაგან წვეული, ასე ვთქვათ, ერები და ქვეყნები, სათანადო უნდა იყოს ჩვენი საქციელი და ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე. როგორც სამუელ წინასწარმეტყველს ეცხადებოდა ღმერთი და ეძახდა სამუელ, და ის კიდევ ბიჭი იყო ჯერ კიდევ და პასუხობდა, მე ვარ უფალო. ხო და ორჯერ თუ სამჯერ იყო ესეთი გამოცხადება და მუდამ ასე თქმით პასუხობდა ამ ღვთის захилс. Вот, раз есть такое внимание к нам, к народам, которые Господь призывает, которым показывает свое внимание, свое желание, чтобы они призывают их в благодатную жизнь для спасения, для вечной жизни, то соответствующим должен быть и наш
ответы, наше поведение. Вот как ветхозаветному пророку Самуилу, когда еще он был отроком, вот, являлся Господь, глаз Божий был ему: Самуил, а он говорит: вот я, Господи. 3 раза было такое явление ему, 3 раза: вот я, значит, отзывается он на это. Также и мы тоже должны отозваться, если призывает нас Господь, что мы должны быть готовы ответить на этот призыв. Это не только внимание, так сказать, к тому, что такое могущественное, такое, даже не скажешь, что существо, а некто могущественнейший, который и премудрейший, который сотворил мир этот весь и нас сотворил, что он к нам проявляет внимание, мы должны к этому, знаете, даже с таким, как это, трепетом к этому относиться. Кто я такой, чтобы ко мне было бы такое отношение? Но дело в том, что это не просто, как говорится, отношение, а дело в том, что это Господь нам таким образом дает возможность войти в жизнь вечную, войти в рай, в жизнь бесконечную, вот, благодатную, которую Он нам предлагает. Хода, ну что не послухаться с этой ундаипос, арамартоимитом вин битваш, раарачорлебреви, сайту цармоудгенели შეიძლება ითქვას ვინმე არსებასაც კი ვერ უწოდებ, თუმცა თავის თავს თვითონ უფალი უწოდებს, რომ ეკითხება, რომ მოსე შეეკითხა, რომ ვინ ახარო და მე ვარ, რომელიც ვარ. ესე იგი, ყოფნა, არსება, ეს სწორედ მისი, ასე ვთქვათ, უპირველეს ვინც არის, ეს არის უფალი და მე ისინი, ვინც მან შექმნა და ვისაც მისცა ამ არსებობის საშუალება და უნარი. ხო და არა მარტო ეს, იმიტომ რომ ესეთი დამოკიდებულება გვაქვს, გქონდეს ამისთან არაჩვეულებრივ არსებასთან, არამედ ისიც კი, რომ ეს უბრალოდ ურთიერთობა არ არის, რომ ეს არის საშუალება, გვაძლევს უფალი საშუალებას, რომ ჩვენ მივიღოთ საუკუნო ცხოვრება და შევიდეთ საუკუნო ცხოვრებაში და იქ ვიყოთ მუდამ უკვე ვიმყოფებოდეთ უფლის მადლის ქვეშ. დღევანდელი სწორედ მატათას სულნა ძალიან, ასე ვთქვათ, უნდა ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორ გახდა მატათა მე-12 მოციქული, რატომ? იმიტომ რომ ვინც იყო არჩეული, იუდა, ერთ-ერთ 12-თაგან მოციქულად, იმან, ასე ვთქვათ, ვერ შეიგნო ნამდვილად და ვერ შეითვისა და ვერ დააფასა ეს მოწოდება, რომელიც მას ჰქონდა. Вот, и знаменательно то, что вот эта память святого апостола Матфея, что почему он стал 12-м апостолом, каким образом? А потому что тот, кто был один из 12 апостолов, Иуда, что он отпал, он не оценил это призвание, которое у него было. Вот. И, как говорится, на что он променял? На 30 сребреников, вот, которые потом даже и не смог ими воспользоваться. Раши гацвала ეს დიდი უდიდესი მოწოდება იუდა 30 ვერცხლის ფულზე და თანაც ისე რომ ვერც კი ისარგებლა მერე ამით და ჩვენც გვაქვს ესეთი საშიშროება ჩვენს წინაშე და ვიცით რომ ხდება რომ შეიძლება პირდაპირ ასე ვთქვათ ვერ უღალატობთ ესე ვთქვათ უფალს მაგრამ
ფაქტიურად ვიქცევით ისე, იქცევიან ხალხი ისე, როგორც ეს იუდა მოიქცა, რომ ამ, ასე ვთქვათ, საუკუნო ცხოვრებას, ამ სამოთხეს, რომელიც ჩვენ გველის ცვლიან, აი რაღაც ესეთ შეიძლება შეადარო ამ 30, ასე ვთქვათ, ვერცხლის ფულს და იმასე და ისიც, ასე ვთქვათ, რო არის ქართული გამოთქმა, რომ შხამად შეერგო, ხო და ესე ბევრს ეგრე შხამად შეერგება ხოლმე და თუნდაც რომ ისარგებლოს ამით, შხამად შეერგება საბოლოოდ, იმიტომ რომ ამ, ასე ვთქვათ, საუკუნო ცხოვრებას დაკარგავს. Вот, и вот Иуда променял на 30 сребреников Господа и даже не мог ими, не смог воспользоваться. И в жизни мы видим немало таких примеров, что Бога меняют многие люди, меняют то, что эквивалентом, можно сказать. Хоть пусть даже это миллионы и миллиарды будут, потому что Господь говорит, что Он говорит от того, что вы весь мир приобретете, если вы потеряете свою душу, вот, который, можно сказать, что эквивалент этих 30 сребреников. И многие даже, как говорится, как Иуда, не могут толком этим воспользоваться. Но даже если воспользуются, если будут благоденствовать в этой жизни, вот, так что будут им завидовать и так далее. Но если он это променял, на это променял Господа, то значит он променял на это и свою вечную жизнь. Вот, так что будем благоразумны, вот, будем стремиться быть поближе к Господу. Наоборот, если попали мне какие-нибудь сребреники в руки, то постараться, чтобы их обратить тоже на свое спасение и на служение Господу. Водочуенце შევეცადოთ, რომ ის მოწოდება, რომელიც გვაქვს, როგორც ქრისტიან ერებს, როგორც პირადად ჩვენ, როგორც ქრისტიან პიროვნებას, რომ ეს არაფერში არ გავცვალოთ. პირიქით, თუ რამე ვერცხლი ჩაგვივარდა ხელში, ისიც შევეცადოთ, რომ ისე მოვიხმაროთ, რომ ისიც, ასე ვთქვათ, ქრისტეს მსახურებაში და საკუთარი სულის მსახურებაში დავხარჯოთ. ღმერთმა დაგეცოთ ჩემო კარგები, იმედია, რომ სექტემბერში კიდევ ერთხელ შევხვდებით.